მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით. დღეს ძალიან ბევრ თემაზე ვილაპარაკებთ, ძალიან საინტერესო ვფიქრობ, რომ იქნება იმ საკითხების განხილვა, რომელზეც ჩვენ მოგვიწევს საუბარი, ასევე ძალიან საინტერესო სტუმრები გვეყოლება გადაცემაში. მაგრამ სანამ ჩვენ უშუალოდ გადაცემის თემატიკაზე გადავალთ, ვინაიდან ჩვენი გადაცემა მართლა საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციასაც ვასრულებდა, საზოგადოების მაჯისცემაზე აქვს დადებული ხელი და იმ პრობლემატურ საკითხებს განვიხილავთ, რომელიც შეიძლება პირდაპირ კავშირში არ იყოს პოლიტიკასთან. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ შევეხოთ თემას, რომელიც თემაც გახდა განჯის საგანი, აი ეს ორი დღეა. თქვენ კარგად იცით ჩვენი ტელევიზიის და პირადად ჩემი დამოკიდებულება ამ სოდომისტების მიმართ და ჩვენი გადაცემის საეთერო ბადე მთლიანად ეხმაურება იმას, რომ ჩვენ დავიცვათ ქრისტიანული წამსი, დავიცვათ ჩვენი დედა ეკლესია და ვიყოთ მუდმივად სადარაჯოზე ჩვენი რწმენისა. ჩემთვის პირადად ამა თუ იმ ცნობილი ადამიანის განცხადება იქნება თუ რაღაც გარკვეულწილად შეფასება, რომელიც ჩვენს გარკვეულ რწმენას შეურაცხყოფს, არის მიუღებელი. აი მაგალითად, ახლა მარიამ შენგელია, რომელიც გამობძანდა იქ ევროვიზიაზე, ჩემთვის იყო მიუღებელი და ვთქვი კიდევაც, როდესაც მან თქვა, რომ ჩემიო კუმირი არისო კონჩიტაო, ეს კონჩიტა, რომელიც კარგად მოგეხსენებათ, არის ტრანსგენდერი, რაღაც სექსუალური უცესობის წარმომადგენელი. მე ესე იგი კიდე ჩაწერეს ვიდეო, ეხლა ვნახე, ამომივარდა სოციალურ ქსელში და ეხლა რომ იქ მღეროდა საქართველოზე რო საუბრობდა და თემატიკა იქ საქართველო და თავისუფლება იყო იმ სიმღერის, რომელიც ზეც მან გაამახვილა თავისი აქცენტები და იქ ჟურნალისტმა დასვა კითხვა, ეს გადაცემა გავიდა უშუალოდ სანამ ეს გამოვიდოდა სცენაზე. აი თქვენიო, აი სამი ძირითადი დაასახელეთ რაღაცა გარკვეული მიზანი, რომელიც თქვენ გამოძრავებთო და გამოვიდა ეს ქალბატონი. საქართველოსთან ემაშუება განასახიერებ, ჩემი პირველი მიზანი არისო, რომ ვიშოვო დიდი ფულიო, მეორე რომ წარმატებები მქონდესო და მესამე ჯანმრთელობა. არ ვიცი, აი ცით რა არის. მართლა რომ ეგ სამი მიზანი ქონდეს ადამიანს, ხო? ის მაინც უნდა თქვა, რომ რაღაცა აი მე სამშობლო, მე რაღაცა და ბოლოს თქვი, ბოდიშ და ფული და ბოლოს თქვი ისა. ეს ყველა მიცის, ეს გავიდა ეს ისა. იცით რა არის ხალხო? ამ ხალხმა ვერ გაიგო, რომ როცა საქართველოს განასახიერებ, რაღაცა ელემენტარულად ხალხს ეცი პატივი რა. და ეხა იქ რა თქმა უნდა ნამდვილად არ გამხარებია ის რომ ვერ გადავიდა შემდეგ ეტაპზე იქ ამ კონკურსისა, მაგრამ ერთი რამეც უნდა ითქვას რა, მოდი გულზე ხელი დავიდოთ. აი რო იმღერა, ვის გაგიჩნდათ სურვილი მაგ სიმღერის მეორედ მოსმენის. აი მე კარგ სიმღერას რომ მოусმენ, სანამ არ მომბეზდება ერთი კვირა, აი ვრთავ და მუდმივად უსმენ ამ სიმღერას, რომ იმდენად აი მომწონს, რომ მინდა კიდე აი ვის გაგიჩნდათ სურვილი თქვენ მაგ გოგონასი კი ბატონო, ეხა მე ერთი რამე არის კიდე. ეხა ვიღაცა იტყვის რაც არ უნდა ემღერა, მაინც პიდარასტების კონკურსია, მაინც არ კი ბატონო, გასაგებია, ეთანხმებით ყველაფერს. შეიძლება მართლა კაი სიმღერაც ემღერა და მაინც ვერ გასულიყო შემდეგ ეტაპზე, მაგრამ მოდით რა გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ, რომ რამდენი ჩვენი წარმომადგენელი გადის სამარცხვინოდ გამოდიან იქა რა. ბიჭო, კონკურსი არის, ეს არ არის იქა. ეხა იქ რო ცისფერი ტრიო რო გამოვიდეს,
ქართული ხალხური სიმღერა რო იმღეროს, მართლა კაი იქ სხვანაირი მოთხოვნები არის, პოპ კონკურს, პოპ სიმღერა სხვა ისა აქვს, სხვა. აი წინა კონკურსში მოიგო ერთმა ფრანგმა ახალგაზრდა გოგონამ და ძალიან ისეთი მელოდიური არ იყო ის სოდომისტი სხვათა შორის და არც სექსუალური ცერების წარმომადგენელი. რაღაცას რო გაგა კონკურსზე შენ უნდა გათვალო რომ იმ ევროპელსაც მოეწონოს და ამ ევროპელს ეხა ხმას რო აწევ მაღლა და რო მაღალ ტონალობაზე მღერი ხარ ეგ არ ნიშნავს იმას რომ ეს სიმღერა იქნება ყველაზე მომგებიანი და გაიმარჯვებს ამით რაღაცა მელოდიური უნდა იყოს აი მაგალითად რატო გახდა პოპულარული ის სიმღერა რომელიც აი იტალიური სიმღერა რომელიც ჩვენმა ქართულმა ჯგუფმა იმღერა გადაკეთებულად თქო ტექსტი შეუცვალეს თორე მელოდია ის იყო და მთელი მსოფლიო მოიარეს ვინ შეასრულა იმაზე პოპულარულიც გახდა ქართველების შესრულებით იმიტომ რომ მელოდიური იყო სიმღერა და თვითონ ადვილად აღსაქმელი და ამიტომ რაღაცა მარტივად რაღაცა ისეთი გააკეთეთ ეხლა ვიღაცა იტყვის ეხლა შენი მისი მუსიკოსიც გახდი და რა გავხდი ეხლა მე მარტო ჩემი აზრი კი არ არის ესა მაგრამ ეს ეხლა ამაზე საუბროთ არ დამიწყია ეს გადაცემა ძირითადი აი რითი დავიწყე გადაცემა სადაც მინდა მივსულიყავი არის ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი თუ ამ ბოლო პერიოდში ქართველებს რაღაცა ეროვნული სიამაყის შეგრძნება ჩვენ რაღაცით გაგვაჩნია, აი ეს არის სწორედ ეს ვარსკვლავს ბიჭუნა. აი ყველა შაბათ-კვირა ქართველი კაცი ელოდება იმას, რომ ნახოს ხვიჩა კვარაცხელიას თამაში. ადრე თუ კი ბავშვები დარბოდნენ ბექემის, რონალდოს, რონალდინიოს მაისურები, დღეს თბილისის ქუჩებში დარბიან ხვიჩა კვარაცხელიას მაისურები. აი ახლა გამოვიდნენ ჩვენი ფეხბურთი ვერავინ ვერ შეძლო ის რაც ამ კაცმა ფეხბურთი შეაყვარა ბავშვებს და გახდა ვარსკვლავი მთელი მსოფლიო მასშტაბის და კაცი ტიტულოვანი რომელმაც ეხა საფრანგეთის ჩემპიონობა მოიგო ალბათ იტალიის ჩემპიონიც გახდება და ჩემპიონთა ლიგის მფლობელიც გახდა შეიძლება და მართლაც სასწაულები და საქართველოს ნაკრებში ძალიან წარმატებულად თამაშობს და კაცი არის ასევე აი პიროვნულადაც არის ძალიან დადებითი პიროვნება და ესე იგი ამ კაცთან დაკავშირებით აწყდა აჟიოტაჟი. ესე იგი ჩემთვისაც არ იყო თლათ ეხლა სიმართლე რო გითხრა არ არის სასიამოვნო რომ აი ეს ცისარტყელას ფერებიანი აი რაღაცა ნიშანი ჰქონდათ მის მაგრამ ეს მარტო მას ხო არ ქონია მთელ გუნდს ჰქონდა მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ კი არაფერს არ ვამართლებ მე ფაქტს ვიძახი ერთს რომ მაშინ იყო 17 მაისი ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეც აღნიშნავს სოფლიო და ყველას ესე იგი ეს ფორმები ჩააცვეს. ესე იგი გადაუარეს ამ ბიჭს რომელიც აი მე მინდა განახოთ კადრები რომელიც თამაში რო იწყება ნახეთ აგერ ლოცვით იწყებს ყველა თამაშს გამოდის ყველა თამაშს ლოცვით იწყებს. პირჯვრის გადაწერით იწყებს თელ თამაშს და პირჯვრის გადაწერითვე ამთავრებს ყველას. რითაც გამოხატავს თავის ეს ახლა ხალხის დასანახად ხო არ აკეთებს ამ ყველაფერს და კაცი არის ბოდბის მონასტერში ყოველთვის ჩამოდის და არ ვიცი ასე მგონია რომ ალბათ ჩვენი დედაოებიც ყველა თამაშს უყურებენ იმიტომ რომ აი ხშირად სტუმრობს და აი ძალიან საყვარელი ადამიანი და კაცი არის მართლა ქრისტიანი კაცი არასდროს არ დაუჭერია ამ სოდომისტების ხარეს და ღმერთმა დაგვიფაროს რომ დაუჭიროს ბიჭო რაღაცა გავიგე მე დარწმუნებული ვარ ხვიჩა ამაზე კომენტარსაც გააკეთებს რომ რა მოხდა როგორ მოხდა ეხლა სვის ომში ყველა ბრძენიაო ეხლა ამბობენ რომ აი იმ ტურში ვიღაცა სერბს ლიონის გუნდში აი რაღაცა თეთრად გადაუღებია თუ რაღაცა დაუფარია თეთრი ფერით ის ცისარტყელას ფორმა და აი ხვიჩასაც ხო შეეძლო ეს ყველაფერი და რატო არ გააკეთა ვიცით რა არის ჩვენ გვიყვარს საერთოდ მე ესეთი შტაბ-ეშტილება მექნება რომ ქართველებს არ გვიყვარს ვინმეს თუ ავტორიტეტი აქვს და უნდა გავანადგუროთ ეს ავტორიტეტი. აი რომც შეცდომა ყოფილიყო შეიძლება აი ესეთ ადამიანს რომელიც პატრიარქის მუდმივი სტუმარია რომელიც ესე აი ისეთი სიტყვები შეამკორო ჩემთვის ეხლა ეგ ნოლია ეგ ყოფილა იმისი რა ქვია ორი ბატონის მსახური და ეს ყოფილა ესე იგი ფარისეველი ბიჭო ეს რა თუ არაფერი ცხოვრებაში არ გაგიკეთებია დღედაღამე Facebook-ში ათენებ და აღამებთ ამ კაცმა საქართველოს მიმართ გააჩენა ინტერესი ნეაპოლში ჩადიოდა რეისები სრულდებოდა ლამის დღეში ორჯერ ხალხი ჩადიოდა და ეს კაცი არის საქართველოს ელჩი იქ უამრავი ქართველი რო ცხოვრობს იტალიაში თუ საფრანგეთში აბედნიერებს ეს ადამიანი იქაურებს და აქაურებსაც
რა გინდათ ერთი რატო გაქვთ აი პატრიარქს აქვთ ნათქვამი რომ ჩვენი უბედურება ეს რადიკალიზმი არის ადამიანს თუ შეეშალა თქვათ და ჯერ მე ვფიქრობ ახსნა განმარტებასაც გააკეთებ უნდა გადაუაროთ და ჩაწიხლოთ უნდა ბოლომდე რა უბედურება გჭირთ ვინახათ რა გაგიკეთებიათ ამ კაცის 1% მაინც ხო და იმის მაგივრად გამოსულიყავით გეთქვათ რომ აი ჩვენ არ მოგვეწონა მისი ეს ქმედება და იქნება აი შემდგომში გაითვალისწინოთ ასეთი პათოსით რომ ვინმეს რაღაცა ეთქვა ხმას არ ამოვიღებდი გადახედებ სოციალურ ქსელს ესე იგი გამოიყვანეს ეს კაცი ლამის იმათ რა ქვია გიგაბოკერია და ლამით ესე იგი იმათ რა ქვია სოდომისტად გამოიყვანეთ ეს კაცი რა შეიძლება კაცთან ერთ კვირაში ჩემპიონთა ლიგის ფინალი აქვს სათამაშო აი მაინტერესებს არ გაგიხარდებათ ჩემპიონთა თასი რო აწიოს ამ კაცმა ეხა აი რა განწყობით უნდა იყოს ხო მივა ეს მასამდე და იტყვია რომ აი ქართველების დიდი რაღაც ნაწილი აი ესე შენ შეურაცხყოფა აი ერთი რამე იცოდე ტყვიაზე უფრო ესეთი მწარე არის სიტყვა და ეს სიტყვები რომ აი ესეთი განცხადებები რომ მიდის აი არაგცხვენიათ ხალხო არაგცხვენიათ კაცი რომელიც მთელ საქართველოს აბედნიერებს კაცი რომელმაც ბავშვებს შეაყვარა ფეხბურთი კაცმა რომელმაც უდიდესი წარმატება მოუტანა საქართველოს ნაკრებს რომელსაც ჩვენ ვერც დაგვესიზმრებოდა მრავალი 10 ჯერ უფრო შეიძლება ვიღაცა ნიჭიერი ყოფილიყო მაგრამ ვერაფერი ვერ გააკეთეს თაობები მოდიოდნენ ნაკრებში და ვერავინ ვერ მოახერხა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა საქართველოს ნაკრები და ამ კაცმა მიაღწია იმას რომ მთელი მსოფლიო ლაპარაკობს ხვიჩაზე თქვენ წარმოგიდგენთ ჩვენზე დიდი ერებია და არ ყავთ ესეთი მასშტაბის ვარსკვლავი და ეს შეურაცხყოფა შეიძლება ადამიანის რა სიტყვებითაც თქვენ აი ამ კაც შეურაცხყოფთ არ მინდა ხა გამეორება, იმიტომ რომ ამ გადაცემას დარწმუნებული ვარ, ბევრი ნახულობს და შეიძლება ხვიჩამაც ნახოს და არ მინდა ეხლა ეს თქვა. შეიძლება აი თქვენ ის ხალხი ხართ, თქვენ რომ იმ პერიოდში გეცხოვრათ, უფალი რომ აი მაგალითად იქ მიდიოდა მეძავეებთანაც რომ ქადაგებდა იმ თავის ქრისტიანობას, იტყოდით რომ როგორ მივიდა უფალი იმასთანო. ნუ განიკითხავ და არ განიკითხებიო, ნათქვამი, ეხა მე რადიკალური ვარ იმ ადამიანების მიმართ, ვინც მართლა სოდომისტებია, მაგრამ შეიძლება კაცი ჩაწიხლო ერთი რაღაცის გამო, კაცო, შეიძლება. და ვიღაცები წერენ, მე გაოცებული ვარ, ზოგიერთისგან არ ველოდი, კაი, ეს გზააბნეული ხალხის მეტი, ისეთი ხალხი წერს ზოგიერთი ასეთ რაღაცებს, აი მართლა გაოგნებული ვარ. და რა გინდათ იმ თაობასაც მოუსპოთ სიყვარული. საქართველოში არ უნდა იყოს ავტორიტეტული ადამიანები. მე მახსენდება აი კახი კალაცი. რომელსაც თავისი ძმა შეეწირა იმ თავის კარიერას. ძმა მოიტაცეს, რომ მე რაღაცა იქ თანხას ითხოვდნენ და მახსოვს იტალიის ნაკრებთან რომ გამოვიდა თვალცრემლიანი გამოდიოდა ის ძმის ამბავი და კაცმა რაღაცა იქ რაღაცა არ წარიმართა ის თამაში კარგად იტალიასთან და ორი ავტოგოლი და იმას ახსენებენ ვითომ ამ კაცს ორი ჩემპიონთა თასი არ მოეგო იტალიის ჩემპიონი არ გამختارიყო და მთელი ცხოვრება იმას ახსენებენ რომ აი შენ კარში გოლი გაიტანეო რა და რაც კახის ბედნიერება აქვს მოტანული ქართველი ხალხისათვის არა ერთი ესე თქვენ ვინ ხართ რა ცხოვრობთ თქვენ არ გაქვთ შეცდომები ერთი მაინტერესებს აი 0.01% მიაღწიეთ იმისი რაც ხვიჩა მიაღწია რატო ხართ ასეთი დაუნდობლები რატო გეზიზღებათ ასე წარმატებული ადამიანები ერთი პოლიტიკოსი მყავდა ჩართვაში და აი ამ ნაკრებზე თამაშობდი რა გააჭირვეთო კაცო ამ ფეხბურთითო ვითომ პოლიტიკაში გვაქვს წარმატებები რომ ვილაპარაკოთ ნეტა არ მქონდეს სხვა რამეზე ვილაპარაკებდი ესე იგი ხალხს უკვე აღიზიანებს გესმით წარმატებული ადამიანები და წარმატებებიც აღიზიანებთ საქართველოში ფეხბურთი რელიგიის ტოლფასია რელიგიათ არის რამით ქცეული იმიტომ რომ ადამიანები არ ვიცი ხა იმ დინამო ვინც ახსოვს 91-ის აფანატებდნენ და ჭკუიდან და ეს წარმატებაც რომ მიაღწია ჭკუიდან გადავიდა ხალხი და გინდა აი ახლა ეს კაცი რო ჩამოვა საქართველოს ნაკრებში აი რა განწყობით უნდა ჩამოვიდეს მე ამ აი ვერ გავიგე რა ექდა ტიტველი გამოსულიყო იმ ქიმაზე ეთამაშა და თუ კი რაღაცას იზამდა დასანქცირდებოდა მე კი არ ვამართლებ ხალხო მაგრამ მოусმინოთ იქნება ამ კაცს რაღაცა სათქმელია აქვს ჩვენთვის ესე გადავლა შეიძლება ყველაფრის და ესეთი ეპიტეტები ჩემკობა ამ ადამიანის მიამაყება რომ ხვიჩა კვარაცხელი არის ქართველი მიამაყება ოჯახიშვილი რო გამოდის ჯერ შვილთან ერთად რა ჰომოფობია ის დღე იყო ზუსტად თავის შვილთან ერთად ჩავიდა მოედანზე ცოლთან ერთად და აი ეს ამით მოულოცა ქართველ ხალხს თავისი ოჯახით მიულოცა ზუსტად რა
და არ შეიძლება ესეთი რადიკალიზმი, რატო გვეზიზღება ერთმანეთს ქართველები? ისედაც თითებზე ჩამოსათვლელი ვართ, ხო? თუ რაღაცა არ მოგწონს, მოდი რა, ცოტა სხვანაირად მიუდგეთ ადამიანებს, სხვანაირად ველაპარაკოთ, არ შეიძლება ესე, არა. შეცდომები თუ ვინმეს მოსდის, კიდე ვაპატიოთ ეს შეცდომები, თუ ვინმე რაღაცა დაუშვა შეცდომა, ხო? ვიღაცა სერბმა თურმე იმან და რატო არ გააკეთა ესა რა? აი სერბი გირჩევნია თქვენ და მაინტერესებს ერთი აი ეს სიხარული რაც ამ კაცმა მოუტანა ესე იგი ეს არაფერია ეს ბავშვები რომ შთაგონებულები არიან ეს საქართველოს დროშა როფრიალებს აი ამ უდიდეს ფორუმებზე ეს არაფერი არ არის ხო ამ კაცმა რაც მიდი აბა მიაღწიეთ ამ წაბა რატო ვერ აღწევს ვერც ერთი ქვეყნის ბევრი ჩვენზე დიდი ქვეყნის წარმომადგენლის შვილი აი ამ წარმატებას რასაც ხვი ჩამაღწევს ესე მე არ ვიცი შეიძლება ისე დადგეს პერიოდი რომ აი იმ ჩვენთვის სათაყვანებელ დიდ ფეხბურთელებზე მაღლა დადგეს, იმიტომ რომ ჯერ ამდენი წლის არის და უკვე ამხელა წარმატებები აქვს ამ კაცს. ამიტომ მე ერთ რამეს მოგიწოდებთ რა, ნუ ხართ ასეთი დაუნდობლები რა. მარტო ხვიჩას მიმართ კი რა, სხვების მიმართაც, სადაც ქართველების რატო ხართ და თან ქრისტიანობაზე რო აქვს პრეტენზია, რომ ვითომ ეს ქრისტიანობაა ეს აქ ჯვარი აქვს გამოსახული, იგინებიან, ილანძღებიან, ვიღაცის პოზიცია არ მოსწონს დედას ჩიგინებია, ეს არის ქრისტიანობა, ამას გვიქადის ჩვენ ქრისტიანობა, ამას მოგვიწოდებს? თუ ის რომ რაღაცა შემწყნარებლები ვიყოთ, ვაპატიოთ ერთმანეთს რაღაცა და ისა და არ გადაუაროთ ერთმანეთს ესე რა. ვითომეტეს კაც ხა ვიღაცა შეიძლება კაშიაზე ჩვენ გქონდა იმიტომ რეაქცია, კაცმა პირდაპირ მოუწოდა რომ აი ეს ჰომოფობია და რაღაცა და ერთხელ არ გამოსულა ეს კაცი და არ უთქვია რომ მე მაგალითად აი რაღაცა იმ სოდომისტებს უჭერს, ერთხელ არ ყოფილა ეს. ერთხელ არ ყოფილა და არც არასდროს არ იქნება. იმიტომ რომ ეს არის ფეხი ტერფამდე ქრისტიანი და ნამდვილი ჭეშმარიტი ქართველი. ხვიჩა კვარაცხელიას ნაირი ქართველები გვიმრავლოს ნეტამ, ლავლად ყავდეს კიდე. ამიტომ აი ეხლა არ შემეძლო ეს გადაცემა ამით არ დამეწყო, იმიტომ რომ ძალიან აღშფოთებული ვარ, რომ არ შეიძლება ესეთი დამოკიდებულება გქონდეს. ჩვენ მართლა ადამიანები გვიყვარს ქართველებს, აი გარდაცვლილები. ვინმე რომ მოკვდება, აუ რა კარგი კაცი იყო და რაღაცა. მე ვიცით დაფასება და სანამ ცოცხალია გულს მოუკლავთ. და ტყვიაზე უფრო მძიმე არის კიდე ერთხელ მეორე, როდესაც აი ესეთ ფრაზებს ხმარ. ჩემთვის ეგ ნოლია, თურმე ფარისეველი ყოფილა, ეს რა გააკეთა. მოდით რა მოусმინეთ ჯერ ადამიანი რო წარსდგება სასამართლოს წინაშე, იმასაც კი აძლევენ სიტყვას, თავი თქვას რა შეედება. მოусმინეთ რაში იყო საქმე, რატო ვერ აიცილა ეს ყველაფერი? იქნებ დისკვალიფიკაცია იმუქრებოდა, იქნება ვერ ითამაშებდა იმ ჩემპიონთა ლიგაზე და შემდგომ სხვადასხვა იქნება რა ხდებოდა, იცი თქვენ? რასაბობთ ეხლა ხვიჩა იყო ძალიან ბედნიერი იმ ცისარტყელის ფორმიანი იმ სოდომისტების ფორმით რო გამოვიდა აი ბედნიერი იყო ეს ადამიანი და კოცნიდა სულ იმას რა ქვია იმას მაისურს რა საშინელებაა ეს ყველაფერი და მე მგონი რომ დაფიქრება გვმართებს რა და რაღაცა ცოტა არ იყოს მე არ ვიცი ეს ქრისტიანობა არ არის ქრისტიანობით თვითონ დამცველები აი ესეთი ქრისტიანები მე არ ვიცი რა რომლებიც ილანძღებიან, ითათხებიან და ერთი რამე მაინც გქონდეთ ბოდიში და მე თოხი მაინც გქონდეთ რაღაცა დარტყმული მიწაზე რა Facebook-ში ლანძღვისა და ხალხმა აქცია Facebook-ის სამსახურად გახვალ იმ ხან იმას გალანძღავენ, ხან ამას გალანძღავენ, არაფრის გამკეთებელი, უკნარები და სხვისი წარმატებებით კიდე ბოდიში და ეგ გაღიზიანებულები რა არ ვიცი ეხლა მოდით დღევანდელ დღეზე გადავიდეთ. დღეს პარლამენტში იყო 2011 წლის 26 მაისთან დაკავშირებით მოსმენები ჩატარდა. მოусმინეს ლუკა კურტანიძეს, მოусმინეს დავით ლორთქიფანიძეს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც უშუალოდ ნონა გაფრინდაშვილიც იყო. და დღეს სხვათა შორის გადაცემაში გვეყოლება ადამიანი, რომელიც სწორედ ამ 2011 წლის 26 მაისსაც დაზარალდა. და მოდი მე მინდა რომ ამ თემით დავიწყოთ ჩვენი გადაცემა. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები არის ომის ვეტერანი ბატონი პაატა აბულაძე, სწორედ ის არის დაზარალებული 2011 წლის 26 მაისის. სოლიდარობა მშვიდობისათვის პარტიის თავმჯდომარე ბატონი მიხეილ შვედი, მოგესალმებით. და მე მინდა რახან ამ 2011 წლის 26 მაისზე დავიწყეთ. მოდი მაშინ ბატონ პაატას მინდა რომ კითხო, მე სიმართლე რო გითხრა, მე მეგონა თქვენც იქნებოდით იმ კომისიაზე და იმიტომ რომ თქვენმა სურათებმა მოიარა და მე მგონი ამ გიორგი აბდალაძე პრიზიც მიიღო რაღაცა მაგ ფოტოს თელმა მსოფლიომ რომ მოიარა ეგ ფოტო ძალიან პოპულარული იყო ეს ფოტო ვინც არის სისხლი არის სისხლით აღებილი არის
პაატა და გადაღებულია როგორ აგდია იქ რუსთაველზე აი მოდი სანამ ჩვენ ძირითად თემებზე გადავალ ბევრ თემებზე განვიხილავ აი ამ თემით დავიწყოთ ორი რატო არ იყავით კომისიაზე თქვენ და თვითონ აი გავიხსენოთ ის პერიოდი იმიტომ რომ ჩათვალეთ კომისიაზე ხართ მე ვარ აქ წულუკიანი და მე დაგიბარეთ ჩემს კომისიაზე ხართ ეხლა მოსული აქა და გითხარით აი ამ მოგესალმებით ქრისტე აღდგა ჭეშმარიტად მივესალმებით თქვენს მაყურებლებს 26 ახლა რატო არ დამიძახეს რა მე საერთოდ არ მიყვარს იმის თქმა რომ დამიძახეთ მე და აი მე ბევრს ვიტყვი არა რაღაც თუნდაც იციან ყველაფერი დაიძახებენ და სიმართლე გითხრათ მეც არ მაქვს ინტერესი იქ მივიდე რატო იმ წუთში დაიხვევე ხელზე ეს სოდომისტური სამყარო აი აბულაძეშვილები და აგებენ ამას ყველაფერი ისედაც ხო გახსოვთ ჩვენი ფაქტი პირდაპირ ეთერში ვიჯექით და აბულაძე ტანკში ზესო დეპროპეტროვსკს უტევსო კაცო იმის არ შეცხვათ და ხო აი ხა ცვათაშორის ტანკი ყავს ტანკით არის მოსული აი გაჩერებული ყავს ის ტანკი ხო და გადაკეტილია ქუჩები ცვათაშორის ხო და თუ ვიტყვით 26 მაისს უყურეთ იციან ერთი მან ყველაზე საშინელება რაც იყო არასდროს არ მიყვარს როცა აქციაზე გადიხარ და იქ პოლიცია ძალას იყენებს ხო ხო ნუ ამისი ზათახარ შინაგანად რომ ნუ პოლიცია და მისი ვალდებულება მაგრამ როცა შენ მოსახლეობას ყველა გასასვლელს უკეტავ და ჩემი პროფესიიდან გამომდინარე რომ დავიწყე შემოწმება თუ რაღაც არის სად არის გასასვლელი რა უკან დასახევი გზა ჯო რავი ვერ ვიპოვე რა ყველგან ესენი დგანან მივედი შალვა იმას და ობგაიძესთან ვეუბნები შალვა მოვთხარი აი ესეთი თემაა მეთქი რავი რაღაცა როგორც ჩვენ ვერ გავალთ აქედან მეთქი და შალვა მეუბნება აი ახლა თუ მაგარი ხარ მაგი წინ თქვი ახლა მიტინგზე ეგრევე ხალხში თქვა ხო ეგრევე დაგიზახებენ პროვოკატორი რაღაცა და გავჩვდი მეც რა ისი აგიხდათ ყველაფერი გასაქცევი არ ქონდა ეხლაც კიდე გეუბნებით იქ პოლიცია ნაკლებად იყო აი ეს სადამსჯელო არა იქ იყო სულ სხვა კატეგორია ხალხი იმიტომ რომ პოლიციელები მე ამ ხალხს ზოგი აი ქალაქის სამმართველოში იმ კაბინეტში მალავდნენ ხალხს ზოგი იქ მალავდნენ იქ სულ ესე პლაშნაკი ჰქონდათ გადაკიდებული ჯინსები ეცვათ და გადაკიდებული ჰქონდათ ესე პოლიცია ეწერათ ნაკლებად იყო იმიტომ რომ პოლიციელს არ აქვს ესეთი მანერები რომ აი ხომ დაარბიეს და ესე ხელებს რო უტყავენ რა ხო იცი ესე რომ ხელი და ესე რო იციან ესეთი მანერები პოლიციას არ აქვს ამიტომ მან ცოტა ზონდერები უფრო იყვნენ გამოწვნობილი მაგისთვის სასტიკად დაარბიეს ხალხი სემეს ნუ ყველაფერი იცის თქვენ ძალიან ფიზიკურად იძალατε თქვენ ჩემზე ლაპარაკი რატომ იყოს ხალხი დახოცეს არა ხო ვიცი საერთოდ მე ხო და ამიტომ როცა ხალხი დახოცეს და დედებს შავი ჩაარწვეს რა მოსატანია ცემა ტყება თან ისეთი თავხედურად რომ ადგეს და იქ შემოაწყვეს ახლა კი არ მეცინება მაგრამ ტვინი ვიღაცამ ხომ მოტვინა ესე იგი იქ შემოაწყვეს იმაზე და გენმა დაარტყავა. ჯო ხელები აკული როგორ ავიდა იქ კაცო. იდიოტი. ხელები აკული ადექი კი არ ახვიდე. აი დაბლა დაგაწვე ხელები შეგიკრავ და უბრალოდ ადექი. ეს ყველაფერი იცის იცოდა და მწვანე შუქი აუდო სწორედ კაცო იქ რაც მოხდა ეგ კი არა უბედურება. უბედურება ის არის რომ აქ არსებული ევროპული საელჩოები გამოდიან მეორე დღეს და სრული კანგბლაში რასაც ქვია გამართლების ესენი ექსტრემისტები იყვნენ უკაცო ესენი ექსტრემისტები იყო და აბა უნდა დაეხოცა აბა არ უნდა დაეხოცაო აგერო კაცო აგერო 7 კილომეტრში გერეუს ჯარი იდგაო მიხეილ სააკაშვილის რომ არ ქონოდა სანქცია მიღებული ამერიკის საელჩოდან და ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან და უბრალოდ ევროკავშირის საელჩოდან რომელიც გაახმოვანა თამარ ჩუგოშვილმა კაცო თო ჩუგოშვილმა ახლა პასუხისმგებლობას არ აიღებდა ხალხის წინაშე ეს იქიდან მივიდა დაკვეთა ამანად გააქანდა თქვა რა პრობლემაა ვერ გაბედავდა ვერც სააკაშვილი ვერც 2008 წელს და ვერც 26 მაისს კაცო აკა იმათგან მწვანე რო არ ქონდათ აღებული რატო უჩლია თქვენ ჩვენზე არ მაგ ლაპარაკი კომისია მის კი არ უნდა განიხილოს დეტალები ვინ რას ურტყავდა კაცო
და ვინ მისცა სანქცია და ვინ გაამართლა მე ეს სანქციები ეს მე ჩვენ ხო კარგად ვიცი კი არ გადავდივართ ებიდან აი ეს ელჩები ევროპული ელჩებს ვეუბნებით კაცო ვანახეთ ვიდეო მასალები გაუპატიურების შენაგან საქმე თქვენც იყავთ შენაგან საქმეთა სამინისტროში არა მე გარ მუშაობდი არა იქ ვიყავ ხო ესწრებოდით კაცო მეც ვიყავი და მე კახიშვილთან ბიჭო იმ დონის ვიდეო მასალა იყო რომ ერთი ელჩი შეწუხდა ვაფშე და სასწრაფოს გამოუძახეთ კაცო ანუ ბრწყინვალეთ იციან რა ძალა არის ისა კი ბატონო რა არადამიანური ძალა და ეხლა რო იციან ვინებიც არიან ესე იგი 12 წელია ჯვარს აცვეს ეს ქვეყანა განსაკუთრებით ბოლოს 3 წელი გინდა თუ არა 26 მაისის მომწყობი ხალხი გამოუშვით ისე მოიყვანეთ ხელისუფლებაში ხო აი ხა 26 მაისზე აქვს ლაპარაკი ბასწორ მე სხვათა შორის ქართულმა უცნებამ რომ წარადგინა თამარ ჩუგოშვილი დეპუტატობის კანდიდატად ეგ თქვი ზუსტად მაშინ სანამ დარბევა დაიწყებოდა ესე იგი გამოიყვანეს ჩუგოშვილი საიას თავმჯდომარე იყო და თქვა რომ არასანქცირებული მიტინგი არისო და უნდა დაიშალოს ჯერ კანონი არ ითვალისწინებდა სანქცირებულს და არასანქცირებულს იმიტომ რომ განაცხადი შეგაქვს მერიაში და ითხოვ რომ აი მე მინდა ჩავატარო და ზუსტად ჩუგოშვილი მონახეს მაგის გამხმოვანებდა მე გამოვიდა ჯობასი იყო ამერიკის ელჩი ანუ ფაქტობრივად ზაქაურმა მოღალატე მეხუთე კოლონამ დაუდო საფუძველი ამ დარბევას და ამიტომაც არის რომ მაგათი საერთოდ აქ ხსენებაც აღარ უნდა იყოს ესენი ამათ სისხლში აქვს ხელები საიას ხელები აქვს სისხლში სხვათა შორის მე ბუნტიც იყო მანდა რომ ეს ხალხი რო დაიხოწვა თამარ ჩუგოშვილს აუმხედნენ რომ აი თვითონაც უკვე აღარ ესიამოვნათ იმიტომ რომ ეს ჩუგოშვილმა დაუდო საფუძველი და აი ხა მე მინდა კადრები განა შეადარეთ მე ეხლა ხელისუფლებას როდებენ ბრას მიტინგს არ ბევსო და დარბევა რა დარბევა კი არ იყო ეხლა იყო აღკვეთა და დარბევა და უბედურება და მართლა რაც მოხდა აგერ იყო აი საპრეზიდენტო ორდენით ჯილდოვდებიან ბრწყინვალე არქეოლოგიური ექსპედიციებისთვის და დიდი პატრიოტული ღვაწლისთვის. აი ხა ორი ის იყო კადრი, ერთი როგორ არბევენ და მე როგორ აჯილდოვებდა ეს იმ ადამიანებს, ვინც აი 2011 წელს ფათაშორის აქ დოიაშვილიც იყო დააჯილდოვეს. ბატონო მიშა, თქვენ როგორ შეაფასებთ აი ამ დღევანდელ განხილვებს ამ 2011 წელს ექსპერტის თემას, იმიტომ რომ ყველაზე სისხლიანი, ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ეპიზოდი სააკაშვილის მმართველობის ეს იყო. მოგესალმებით, კიდევ ერთხელ ნახეთ ძალიან მძიმე კადრები და ეს გეთანხმებით ბატონ პალატას ვეთანხმები, რომ ეს დავალება იყო, რომელიც 2003 წლიდან 2012 წლამდე მმართველი პარტია, ნაციონალური მოძრაობა პირნათად ასრულებდა. ისინი დავალებას იღებდნენ და გავიხსენოთ ჩვენ გუანტანამოს კადრები, როდესაც წაქცეულ პატიმარზე ისაქმებდნენ და გავიხსენოთ ის კადრები, რაც ხდებოდა საპატიმროებში საქართველოში, ხო? ნუ ეს ერთი სცენარი არის, ერთი სცენარის ორი მხარე იყო, რომელსაც ძალიან კარგად გაართვა თავი ბჭყალებში სააკაშვილის რეჟიმმა. და მინდა ისიც აღვნიშნო, რომ 8 არა 7 ნოემბერი, 8 არა 26 მაისი შეიძლება კიდე რაღაცეები ისე არ გამოჩენილიყო. უბრალოდ დაუსჯელობის სინდრომმა იმაზე მეტი მოიდომეს ალბათ, ვიდრე მეტი უფლება ჰქონდათ. ღრმა და ვარ დაწუნებული, ამდენის უფლება არ მისცეს, მაგრამ მე ხელი ჩაიქნია დასავლეთმაც, იმიტომ რომ დაახლოებით ის მდგომარეობა იყოს, რომ უმართავ მანქანას უკვე აღარ მისდებენ. ნუ სადაც გადაიჩეხება და ნუ ამ ქვეყანას ამ ხელისუფლებამ უბრალოდ მიიყვანა ეს ქვეყანა იმ მდგომარეობამდე, ამ მდგომარეობაში მე აღმოჩნდით და რატომაც შეიცვალა ეს ხელისუფლება და რატო არის დღევანდელი ხელისუფლება, რომლის მოსვლაც კარგად მახსოვს უბნები რომ გაიხსნა ნაციონალური მოძრაობის აქტივი, რომელიც მომზადებული იყო გაყალბებისთვის, დაახლოებით 10 საათისთვის დაირეკა უკვე შტაბებში, რომ თიც ვერ გავანძრევ თუ იმდენი ხალხია მოსული. ანუ ხალხის სიმრავლემ აი ამ რადიკალურმა განწყობამ და ამ რადიკალურმა სიზღმა, რომელიც დათესა მაშინდელმა ხელისუფლებამ, ნაციონალურ მოძრაობამ მოახდინა ის, რაც მოხდა.
და კიდევ ერთხელ დაუბრუნდეთ ჩვენ რა იყო წინაპირობა რისთვის ამზადებდნენ საქართველოს რა ამოცანა იყო საქართველოს წინაშე რატომ მოხდა 2008 წელი რატომ უნდა გაგრძელებული იყო ეს 2008 წელი უნდა ყოფილიყო განგზობითი თუნდაც აი რამდენიმე თვის წინ პრემიერს რო უთხრეს რომ რა მოხდაო 3 დღეო იომებთო და მერე წახვალთო ტყეშიო პარტიზანებათო. აქ იყო დღეებზე საუბარი და იმ დღეების მოგებაზე იყო დასავლეთისთვის ნებისმიერი დღე, ნებისმიერი საათი, რომელთაც შეიქმნება რუსეთის გარშემო, მის სამეზობლოში დესტაბილიზაცია და სიტუაციის დაძაბვა მისაღებია და მნიშვნელობა არ აქვს ამას ვინ იზავს, საქართველო იზავს, უკრაინა, მერტაეფორ ჩვენი მეზობლები, თუ ახლო აღმოსავლეთ თუ აზიის ქვეყნები, მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ საქმე გვაქვს, აი კიდევ ერთხელ ვიმეორე ბატონებო რა ჩვენ უნდა მივხვდეთ ერთ რამეს 1992 წლიდან განსაკუთრებით 96 წლიდან რა ძალა მართავს საქართველოს გავანებოთ თავი ქართველებს გვარი სახელი ამოვიღოთ ჩავწვდეთ აი ძალიან ქვევი ჩავიდეთ რა ფესვებამდე ჩავიდეთ და საიდან საზრდოობდა ეს ხელისუფლებები რა ამოცანას ემსახურებოდნენ რა იყო მათთვის თავარი და საიდკენ უნდა წაიყვანათ ეს ქვეყანა მათ ყველაფრის უფლება მისცეს ოღონდ შენარჩუნებულიყო ის პროდასავლური რიტორიკა მხოლოდ რიტორიკა და არანაირი ქმედება მოით ახლა ვთქვა დემოკრატია ხო ევროპული მონაპოვარია ჩვენ რისთვის ვიბრძოდით მე არა ყოველ შემთხვევაში აი ხა ეს პროევროპული პარტიები პროევროპული NGO-ები ეგრეთ წოდებული რისთვის იბრძოდნენ რომ ყოფილიყო დემოკრატია ხო ორმაგი სტანდარტები სამაგი სტანდარტები ოთხმაგი სტანდარტები ხუთმაგი სტანდარტები აი ამან მიგვიყვანა ამ დღემდე და ამან მიგვიყვანა ჯობს გვიან ვიდრე არასდროს მე მივესალმები ამ კომისიის მუშაობას და მე ვთვლი რომ ეს კომისია ამ კომისიაზე ახალი ისეთი არაფერი არ იქნება მაგრამ მოხდება სისტემატიზაცია იმ დანაშაულის და საერთოდ დასკვნა დაიდება ანუ ზოგადი დასკვნა დაიდება პატარ-პატარა თუ პატარ-პატარა არც ერთი არ იყო ყველა აი ამ დანაშაულის უკან ტრაგედია იდგა და შედგება საერთო დოკუმენტი რომელსაც ქართული ხალხი დარწმუნებულ ხარს დაუჭერს. ეხლა მე მინდა რომ ჩვენ ძირითად თემატიკაზე გადავიდეთ. ეს არის ხელმოწერების შეგროვების დაწყება, რომელიც დაწყებული იქნა კარგად მოგეხსენებათ, საფუძველი ჩაეყარა სასტუმრო ამბასადორს, სადაც შეიკრიბა საზოგადოებისათვის სამართლმსებულო ადამიანები ამ ყველაფერს თავი დაადგა სოლიდარობა მშვიდობისათვის საერთაშორისო მდივანმა მამუკა ფიფიამ რისთვისაც მას მადლობას მოვახსენებთ და აქ იყო თქვენ მორჩილი მეც ვიყავი ბატონი პაატა ბატონი მიხეილ ჟენტის პარტია სოლიდარობა და ყველა ისეთი ადამიანები ვინც ამ ყავს ხარს უჭერს ამიდიან ამაზე მინდა ვისაუბრო და მანამ სანამ ამ თემაზე დავიწყებთ მე მინდა ერთი სიახლეს გითხრათ ბატონი მიხეილ ჟენტი ბატონი პაატა აბულაძე ეს დღე ამ დღეებში ბრძანდებოდნენ დონბასში მარიუპოლში და მინდა რომ მოდი ამ თემით დავიწყოთ. ეხლა აი კიდე ახალი სალაპარაკო მიეცემათ ამ ლიბერალებს და მოდი აი ამ საკითხებზეც ვთქვათ, აი თქვენი სტუმრობა რით იყო გამოწვეული და აი რა შტაბეშტილებებით დაბრუნდით. აი რა მე ყოველ წელიწადში 4 დღე ჩავდივარ იქა და ბატონ მიხეილ ჯობია თავის თვალით საშინელებები რა მოდით ასე ვთქვათ დაუბრუნდები ერთ პატარა კორექტივას ვაკეთებ ამბასადორში შეკრება ხო კარგით მაშინ აი ზეპარტიული იყო დიახ ხო დელეგაცია გაემგზავრა 16 რიცხვში გაემგზავრეთ ჩვენ დონბასში მოკეთ საკმაოდ გრძელი გზა გავაკეთეთ დელეგაციაში შედიოდა თქვენი მონამორჩილი ბატონი პატა აბულაძე და მირანდა ოგანეზოვა რომელიც 20 წელია მირანდა ოგანეზოვა რომელიც 20 წელია მუშაობს ამ სამხედრო თემებზე ვიყავით დონეცკში ვოლნოვახაში მარიუპოლში მოვინახულეთ ნიკოლსკის მონასტერი და საკმაოდ მძიმე სურათი დაგვხვდა თუმცა ადგილობრივთან საუბრის შემდეგ და პოლისში გადაღებული ჩვენ ვერ მოვასწარეთ დამონტაჟება ძალიან დიდი მასალაა და ამ დღეებში უკვე მონტაჟი გვექნება გაკეთებული მთლიანად და მოსახლეობა თითქმის მარიუპოლი რომელიც იყო მიწასთან გასწორებული თითქმის აღდგენილი არის სულ რამდენიმე სახლი არის დარჩენილი რომელიც არის აღსადგენი ნახეთ აზოვსტალის ტერიტორიამდე არ მიგვიშვეს მაგრამ შორი ახლოს ვიყავით და იქ ქონდა ამის საშუალება რომ გვენახა რა მდგომარეობაში არის ეს გიგანტი
რომელიც განთავსებული არის 10 მილიონ მეტრ კვადრატზე. ეს არის დაახლოებით 100 გექტარი და საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი უდიდესი წარმოება იყო, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 30-იან წლებში. იქვე არის მეორე უდიდესი გიგანტი, იგივე ფართობზე განთავსებული ილიჩის სახელობის მეტალურგიული ქარხანა. ანუ რის თქმა მინდა, ეს ვიზიტი რატო იყო კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანი და რატო იყო საინტერესო ჩვენთვის, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახოთ ის საფრთხე, რომელსაც აი დღევანდელი ხელისუფლება უკვე 2-3 წელია ცდილობს აარიდოს საქართველოს. თავად განწყობა მოსახლეობის აი ძალიან მიხაროდა, როდესაც იგებდნენ, რომ ჩვენი დელეგაცია იყო საქართველოსდან და საკმაოდ სერიოზული და კარგი განწყობა იყო მათ მხრიდან, უხაროდათ, რომ ქართველები ჩამოვიდნენ და ქართველები დაინტერესდნენ იმ მდგომარეობით, რაც არის. აგრეთვე ჩვენ ვნახეთ და გვქონდა ვიზიტი ყველაზე დიდ სასაკლაოსთან ბაბიარის შემდეგ, ეს არის 4+4 ბის თუ არ ვცდები, შახტები, რომლებიც არის 2 შახტა არის იქ მემორიალურ კომპლექსში, სადაც 400 მეტრის სიმაღლეზე, აი შახტის სიმაღლე 400 მეტრია და იქ ყრიდნენ ცოცხალ ადამიანებს, ხელთაშეკრულებს და ხშირ შემთხვევაში ერთმანეთზე მიკრულებს და ბოლოს იმდენი ისე გაივსო ეს შახტები, რომ ბოლო ვინც ვარდებოდა, რამდენიმე გადარჩა და ის იყო მოწმე ამისი. 75,000 ადამიანი იყო ნანახი. იქ რამდენი იყო დაღუპული, არავინ არ იცის, შეიძლება 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი და მხოლოდ 75,000 ადამიანი იმ წუთში, როდესაც 1953 წელს შევიდა საბჭოთა არმია და გაანთავისუფლა ეს სასაკლაო, მაშინ აღმოჩნდა და თავარი ამოცანა რა იყო? თავარი ამოცანა ეს იყო ჩვენ გვენახა ფაშიზმზე იყო მიზღული, ეს იყო გამარჯვების 80 წელთან დაკავშირებული მიზღული ვიზიტი და ფაშიზმი ჯერ კიდევ არ არის დამარცხებული. ფაშიზმი არ არის დამარცხებული მსოფლიოში და ახლა ჩვენ საუბრობთ 26 მაისზე, 7 ნოემბერზე, აი ამ ქმედებებზე, რომელიც ხდებოდა საქართველოს ციხეებში, ესეც ფაშიზმის გამოვლენების ერთ-ერთი ფორმაა, რომელს წინააღმდეგაც ბრძოლა ყველა ჩვენთაგანის და აი ეწამი და სწორედ აი კიდევ ერთხელ ცხადი გახდა რამდენად მნიშვნელოვანია იმ ხელმოწერების დაწყება, რატომ ამას უკრაინა და საქართველო ერთ და იგივე კონტექსტში განიხილებოდა ბატონებო. ჩვენ 90-იან წლებიდან გვამზადებდნენ ერთი მისიისთვის. ეს მისია იყო რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა და ანტირუსული ორი სახელმწიფო შექმნა. ჩვენგან რაღაც ეტაპზე გამოუვიდათ, ამ ეტაპზე მადლობა ღმერთს არ გამოუვიდათ, მაგრამ უკრაინა შეელეცა, უკრაინა გახდა ის ქვეყანა, რომელიც დაშალეს სრულად დაწყობილი. ამაზე შეიძლება საათობით ვისაუბროთ. უბრალოდ მე ძალიან კონტექსტში მინდა განვიხილოთ საქართველოს, უკრაინა და რუსეთთან დაკავშირებული მდგომარეობა. კი ბატონო, პატრონო, თქვენ როგორი შთაბეჭდილებებით დაბრუნდით? კი, ადრეც იყავით თქვენ, მაგრამ მაინც ეხლა რა გზნობები გქონდათ აი როცა იყავით? მე უყურე პატრონო ნიკოლო. ხანახა სულ მეუბნები ხო პატრონო. ისე უცბად გამოდიხარ წონასწორებიდანო. ხალხს ეხლა უყვები. რაც ბატონ მიხეილ ნახა თავის თვალით. ესე იგი არის სოფლები, რომლებსაც ვერც დაუმტკიცებ, რომ იქ ოდესღაც ვიღაცა ცხოვრობდა. მაგას იტყვიან აღგავეს მიწისაგან და პირისაგან. უკვე როცა ამას შენი თვალით ხედა და ხელით ეხები ამ ტრაგედიას. ბიჭო, და იცი რომ ბიჭო, ეს ტრაგედია ღმერთის წყალობით აცილებული რო თქვა დროებით. მაგრამ ის ძალა კიდე რო აქ ამასკენ მოგიწოდებენ და აქეთკენ გიბიძგებენ და ხო, ამიტომაც ხანახან წორასწორობის კარგავ ხოლმე რომ ხანახან უკვე მომაკიდინ ეხლა ამისთვის ხელი. ეთი ჩამაყალინა იქა და თავის თვალით ვანახო კაცო ტრაგედია საერთოდ რა არის. ის კი არა რომ აბულაძე გიყובה, შეიძლება ეს ყურში გესმის და ისე ვერ აღითქვა. აი შენი თვალით რო ნახავ, რომ ესე იგი სამარხები სამხედროების კი არა. ბავშვების, ქალების, მოყუთების, სოფლების, რაიონების არ არსებობს. შეიძლება აგური იპოვო იქა და აგური არის აქა? და გეტყვევენ აქ სოფელი იყო ადრე, კაცო.
ამიტომ ხანდახან კი უნდა ხანდახან ვფიქრობ ისე გამოვდივარ წონასწორობიდან და აი კარგავ რა მართლა იმიტომ რომ ყოველ წელს დავდივარ ხა შვილის გამო იქნება რაღაცის გამო იქ ჩავდივარ კაცო და რო უყურებ ბიჭო რავი ცეცხლს ვეთამაშებით რა გასაგები აი ამიტომ ხანდახან უნდა მომიტევოს ხალხმა თუ ხანდახან შეიძლება მე ცოტა აი ხა მე მინდა რომ გასაგებია ჩვენ ამ თემებზე შემდგომშიც გავამახვილოთ ყურადღებას მაგრამ ძირითადად ჩვენი საუბრის თემა არის აი ეს ხელმოწერები რომლის შეგროვებაც დაიწყო უკვე საიტზეც გადის ელექტრონული საიტი არის manifest.g და აი გითხარით ბატონო მიშა თქვენით ვინა დავიწყო აი ამ საკითხთან და ბევრი გირეკავ ჩვენც გვირეკავენ იმიტომ რომ ჩვენ ვახმოვანებთ ძირითადად სხვა ტელევიზიები სამწუხაროდ იგნორირებას უკეთებენ ვითომ ეს ექსკლუზივი იყოს ვინმეს ეს ხო საერთო საქმე არის ეს ხო ეს რუსეთთან ურთიერთობების თან დაკავშირებით რუსეთთან რო დიალოგი დაიწყოს ამაზე ხო ყველა ეს მამუკა ფიფიას ექსკლუზივია მიშა ჟღენტის თუ ჩემ ეს ყველა სიაზრია მეგობრებო ხო ჩვენი შეკრება უფრო სწორედ რომელიც შედგა ამბასადორში ხაზგასმულად იყო ზეპარტიული აქ არ იყო საუბარი რომ სოლიდარობა მშვიდობისთვის არის ამის წამომწყები პარტიაზე აქ იყო საუბარი რომ ბატონო მამუკა ფიფიას ინიციატივა როგორც ერთი პიროვნების ამ შემთხვევაში პარტიის საერთაშორისო მდივნის რომლის დიდი სურვილი იყო შეკრებილიყავით ყველანი ვინც ისევ ფიქრობთ როგორც გვესახება როგორ გამოვიყვანოთ საქართველოს ამ მდგომარეობიდან თავარი ამოცანა თავარი მიზეზი და მიზანი ჩვენი ის არის რომ ჩვენ ხელისუფლებას მივცეთ მანდატი მიუთითოთ, ვთხოვოთ, უბიძგოთ, გადადგას ის მხოლოდ ერთადერთი სწორი ნაბიჯი, რასაც ქვია რუსეთთან გასაუბრე, რასაც ქვია რუსეთთან პირდაპირი დიალოგი. აი ბატონო ნიკოლოზ და ბატონო პაატა. უკრაინის ხელისუფლებას წელიწად ნახევრის წინ რო დაეწყო დიალოგი რუსეთთან და იმ მოლაპარაკებაზე წასულიყო. დღეს ხო გაცილებით სხვა სურათი გვექნებოდა. ხომ ერთახმებით. 5 წლის წინ, 6 წლის წინ 10 წლის წინ დასავლეთის დავალებით უკრაინის მაშინდელ ხელისუფლებას და შემდგომ ხელისუფლებას სევასტოპოლის სამხედრო საზღვაო ბაზაზე რომ მოეწერათ ხელი კიდე 50 წლის გაგრძელებაზე ხოსუ სხვა სურათი იქნებოდა. ანუ რისი თქმა მინდა დასავლეთის ზეწოლის შედეგად აიძულეს უკრაინის ხელისუფლება უარი ეთქვა იმ ხელშეკრულების გაფორმებას და ეს ავტომატურად რას ნიშნავს იცით რომ საფეთქელთან მიუტანო ადამიანს ლულა რომელსაც თავის გაქნევის საშუალებაც არ აქვს ანუ ჩათვალეთ რომ ის ტერიტორია რომელიც უნდა აეღო ამერიკის შეერთებულ შტატებს ის ისტორიული სევასტოპოლი რომელიც არის რუსული ქალაქი არავით არის უკრაინის არცხია ეს იქნებოდა სამხედრო კატასტროფა და ამიტომ როდესაც შენ ალყას გარტყავენ როდესაც ქვეყანას ამ შემთხვევაში რუსეთი ალყას არტყავენ ის იძულებულია გადადგას ის ნაბიჯები ხშირად გვეუბნებიან ჩვენ აი მოგვივარდნენ დღეს ბატონ პაატას მე და ჩვენ კოლეგებს და ბატონ ნიკოლოსაც აი ჟურნალისტები რუსეთი ოკუპანტია დიახ ბატონო შენ გახადე იძულებული რუსეთს გადაედგა ის ნაბიჯი რისი ნაბიჯი რა ნაბიჯის გადადგა როდესაც შენ მეზობელს შენ კარის მეზობელს თავის ბინაში სადაც არ ცხოვრობს მოაქვს ათობით კილოგრამი დენთი და ეს დენთი ეკუთვნის სადღაც 10 კვარტლის იქით მცხოვრებ ადამიანს შენ ერთხელ გააფრთხილებ რომ ძმაო გაიტანე ეს დენთი აქიდან იმიტომ რომ სახიფათოა შეიძლება არ გინდოდეს მაგრამ აგიფეთქეს მეორჯერ გააფრთხილებ მესამეჯერ და მეოთხეჯერ მოიმოქმედებ იმას რომ შენი ოჯახი შენი საკარი დაიცვა ამიტომ კითხვის დასმა ოკუპანტია თუ არა რუსეთი ერთნიშნულად არ შეიძლება ეს იყო ნაბიჯები შენ შეხვედი 2008 წელს შენ და შედაბობე ცხინვალი შენ შეხვედი აფხაზეთში 92 წელს შენი ინიციატივა იყო ის რომ ჩაგეკეტა აფხაზეთის რკინიგზა იმიტომ რომ დასავლეთმა ეს დაგავალა ანუ ჩვენ მივდივართ ერთი და იგივე რატო კიდე უფრო ბატონ პაატა დამყოფია და მე პირველად ვიყავი რატო გაგვიმძაფრდა ეს შიში ფაქტორი რომ თუ არა რუსეთთან პირდაპირი დიალოგი ჩვენ ანალოგურ მდგომარეობაში არ ჩაგვაგდოს დასავლეთმა მადლობა ღმერთს ჯერჯერობით ამას უმკლავდებით მაგრამ ხელისუფლების ძალის ხმებასაც აქვს თავისი საზღვარი არის რაღაცა რის შემდეგაც ხელისუფლება ვერ იმოქმედებს ხელისუფლებას თუ არ მივეცით ის მანდატი რომელსაც ის აიღებს და ხალხის ნების გამოხატველი იქნება მასაც გაუჭირდება აი ეთერში შემოსვლამდე
ადამიანმა გააჩერა მანქანა და მანქანიდან ვკითხა სად მოვაწეროთ ხელიო. ეხლა ხელმოწერებს რაც შეეხება ორი ვერსია ხელმოწერების, ერთი ხელმოწერები არის ელექტრონული ვერსია გახსნილი უკვე და ნელ-ნელა ხალხი აწერს ხელს და მეორე იქნება უახლოეს დღეებში, აი ხვალ ჩამოდიან უკვე რაიონებიდან, ჩვენ გავატანთ რეგიონებიდან, ჩვენ გავატანთ აი ქაღალდზე დაბეჭდილ ანოტაციას და მოკლე იქნება, რაზე აწერს ეს ხალხი ხელს და დავიწყებთ ამ ხელს. ეს არ არის ერთდღიანი და ორდღიანი. ეს იქნება დაახლოებით 3-4 თვიანი პროცესი და ამ პროცესში 100,000-ზე მეტი ხელმოწერა გვჭირდება, რომ ეს იყოს მუხტი იმისი, რომ მოსახლეობა ყველა ისე არ ფიქრობს. მეცაც გეტყვით, ძალიან ბევრ ასაკოვან ადამიანს, ჩემი თაობის ადამიანს, ვის ტექნიკასთან დიდად არ მეგობრობს, უჭირს ამ ელექტროვერსიაზე ხელის მოწერა. ეს არ არის დასამალი, მაგრამ ჩვენ ყველა საშუალებას გამოვნახავთ იმისთვის, რომ მასობრივად მივიდეთ, მასიურად მივიდეთ ბოდიში. ჩვენ მოსახლეობასთან დავტოვოთ ბლანკები, შევხვდეთ მოსახლეობას, გადაუგზავნოთ PDF ფაილით იქნება ეს ხელმოწერების ბლანკი. ანუ ძალიან დიდი სპექტრი გვაქვს, ძალიან დიდი სამუშაოა ჩასტარებელი და მთავარი იყო ამის დაწყება. ჩვენ არავინ არ დაგვადანაშაულებს იმაში, რომ დღეს 7,000 გაქვს და ხვალ 12,000 გაქვს თუ არა. არა, ციფრებს ნუ დავითვლით. მთავარია განწყობა, აი ეს განწყობა იგრძნობა ბატონო ნიკოლოს და აი ამ განწყობისთვის მე მადლობელი ვარ ჩვენი მოსახლეობის და ჩვენი მხარდამჭერების. მე დარწმუნებული ვარ 100,000 კი არა მილიონიც მოაწევს ეს 100,000 პირობითია და მე ზორი ახსენე თქვენ ახლა ის ადამიანები რომლებიც ბევრი უჭერს ხარს ამ იდეას ახლა ინტერნეტთან ვერ მეგობრობენ ეს ხალხი და აი ახლა კარგად გამიგეთ ახლა თემაში თერჯოლაში ჭიათურაში და სიტყვაზე ზუგდიდში მცხოვრები ადამიანი რომელიც ცხოვრობს იქ და შეიძლება კომპიუტერიც არ ქონდეს, იმიტომ რომ მიწაზე მუშაობს, იმისთვის ეხლა ძნელია იქ რომ მანიფესტზე შევიდეს და ხელი მოაწეროს. ადგილზე არის ალბათ მუშაობა საჭირო და აი თქვენ ბოდიში ბანოგოს რაიონში კი არა, მე მაგალითად მე თქვენც კი მე მიჩვენია გავიარო 5 კილომეტრი, ხელი მოუწერო ქაღალდზე და ბრუნდე სახლში. არა, მით უმეტეს ხო, აი ბატონო, თქვენ დღეს სხვათა შორის ჩვენამდეც სადაც ძალიან ემოციურად გამოვიდა. ეთერში იყავით და აი რა სიტყვი თქვენ აი ამ პროცესებზე რო გითხრათ? კი, ჯორჯია თაიმში ვიყავი, მიწოли, დიდი მადლობა მალხაზ გოლაშვილს ამისთვის. მე რას ვიტყვი და კიდევ ერთხელ ვამბობ ერთ რამეს რა. აი მოიყვანა ბატონო მიხეილმა ამას წინათ ის სტამბოლის მოლაპარაკება ზელენსკისთან და თითქმის შეთანხმდნენ ორივე მხარე და ვაში აი იმ შეთანხმებით დონბასი უკრაინას რჩებოდა. ხდებით ადგილობით. ის სამყარო რომელიც ამას უარი ათქმევინა ისაყო ნუ დაუბრალეთ მაინც ბრიტანელებს მარტო. იქ ამერიკელებიც იყვნენ კაცო. ბაიდენის ადმინისტრაცია, კაი, ესე უნდათ ტრამპისებს რო ესე ვთქვა. მაგრამ ამერიკელები იყვნენ, კაცო ორპარტიული შეთანხმება ჰქონდათ ისე რო იცოდეთ რა მხარდაჭერა. უთრეს ზელენსკის არა კაცო. რა ის შეთანხმებაო, შენ ხო არ გაგიჟდიო კაცო. ვაფშე მივდივარ ბოლომდე, კაცო კრემლი უნდა დავშალოთო. აი აქაც ესე იგი შეამკეს ზელენსკი, ვაშკაცი გბირი, დეტა რა კაცი, ესე კაცი ოცნება რა. ეხლა აი სამყარო ეუნება ზუსტად. აი სამყარო რომელმაც უარი ათქმევინა, ეხლა რა ტერიტორიებით დაკარგეო, ოფიციალურად აღიარე როგორც რუსეთის ტერიტორიაო. ნატოში არ გიღებთო? ეგ ჩვენო არა დაიცა კაცო. ნატოს გენერალური დივანი გამოვიდა გუშინში. ჩვენო არასაშეპირებელი ვართო. ეს ჩათლახები გაიგეშენ. თვალსა და ხელშუა ბიჭო ესეთი თავხედობა აღარ გამიგია კაცო. როდი შევბირდით ჩვენ უკრაინელებს ნატოში? არა და სულ მაგას გაიძახონდა. არ ეკითხება რუსეთს ნატო ვინ მიიღებს. არ ეკითხება ეს ჩვენი კარები ღია და რა ვიცი კვაზნიაკია თუ რაც არის. მაგაზე კი არა მაქვს ლაპარაკი კაცო. აგე ჩემი ქვეყანა მაინტერესებს. ბიჭო იმიტომ გამოვდივარ წოლასწორობით და იმიტომ აი ხანდახან ფიქრობ შეიძლება ისეთ რაღაცებს ვიტყვი ხოლმე რა ის სანდერ ბიჭო ჩემ რაღაცა ანალიზს ხوار ვაკეთებ. მომხდარ ფაქტზე გეუბნებით კაცო. ის ჩვენი პატრონები, რომელიც იგივე უკრაინის პატრონები
ხო უთხრეს კაცო არაო კაცო ვანგრევთო ვიგებთო ბიჭო ახლა ის პატრონები ეუნებიან ბიჭო ეს ტერიტორიები აღიარეო რატო იცი თვითონ ჩამოიქცნენ იქ ეკონომიურად სამხედრო პოტენციალით მორალურად ყველანაირად წააგეს იმ ამერიკელებმაც ნახეს ეს ყველაფერი ეხლა არის როგორ იცი ვის შეტენონ ეს კონფლიქტი ევროპელებს თუ ევროპელებს თუებენ ამერიკელებს ისინი აქეთ იქ არის საწყალი უკრაინა ბიჭო არ მინდა ჩემი ქვეყანა ესე იყოს კაცო შეიძლება რომ არ მინდა ეს ბიჭო ახლა გეკითხებით კაცო დედამიწის ზუგდიდი აი საქართველოში ერთი ადამიანი არსებობს რომ მე ამას არ გავითამაშებენ იმიტომ რომ ესაც მოცემულ ფაქტს გეუბნებით უკეთ ენა მომწყდა უკვე ლაპარაკეთ ბიჭო მე უკვე ჩემ კისერზე ეს ვიგძენი კაცო კოსოვო აღიარეს მარტო ჩემი ქვეყანა დაზიანდა კაცო სხვა ევროპული ქვეყანა კი არ დაზიანდა მარტო მე ჩვენ დავზიანდეთ კაცო აქა კიდე გეუბნებით ასე რო დაუდახა გუტერეს აი საგარეო გენერალური დივას ასე ურტყას უშალაბანები პუტინმა შენ გააკეთე ესა შენ დაუშვი პრეცედენტიო კაცო რღვევაო იმისიო გაეროს მიერ აღიარებულ საზღვრებისო აი როგორც დაუშვიო და რა კანონითაც დაუშვიო აი იმ კანონით ვაღიარე მეცაო რა ახლა კითხვა მებიდება კაცო იმ ჩვენმა პატრონებმა იმ რუსებთან რომ დაალაგონ და დაალაგებენ გეუნებით და ამ რუსებმა რა უთხრენ აი აფხაზეთი და რაღაცა არის რა მოსაგვარებელი იქ ერდოგანი ჩაერთობა ირანი რაც არის ჯვარის გარანტიას მადლებს ვიმერო არ მოხდება როგორ ბატონო მიხრატი რატომ ნერვიულობ მე ხოლმე და მეუბნები ნუ ნერვიულობ ხოლმე კაცო კი არ ვინერვიულებ ანალიზი კი არ გეკეთებთ კაცო უკვე მომხდარ ფაქტზე გეუბნებით ხალხო ეს მოხდა თქვენ სადახართ იცი აი კვარაცხელია მის გაიკეთა აი თუ გაანებენ კაცო ნეტა იქამდე მიდით კვარაცხელიამდე კაცო ჯო რა ზითია ტვინი დაკავებული 26 მაისს ვინმე დუბლიკა ვის დაარტყა და ამ დროს კიდე გეუბნებით მშენებლობებია დაწყებული აფხაზეთში ერთ აი ხო ბატონო ნიკოლა აი კი არ გადავდივარ აი ხა აი 19 მაისს ხო არის ერთი წლის მერე 19 მაისს აგერ გენიძლევით უყურას აფხაზეთს ვეღარ იცნობთ ისეთი ინვესტიცია შედის შეგდეთ თქვენ განახებენ აწინ კურორტები როგორ შედება კაცო კარგად იყავი აჭარა ტურისტებო ბიჭო არ მინდა ეს მოხდეს ბიჭო წინასწარ გეუბნები რომ ესე მოხდება წინასწარ გეუბნებოდით არ შეხვიდეთ აფხაზეთში იარაღით ბიჭო ესე მოხდება მეთქი გეუბნებოდით მაგრამ მე ხო იმასაც გეუბნებით საცა ყველა მეცი კაცო არა მე წითელი კოჭი რო რაღაც არა მე გეუბნებით როგორც არის ბიჭო ეხლა არის კიდე აი რატო ხელისუფლებას ნუაკრიტიკებთ კაცო ხელისუფლება გიყურებთ შენ ხალხო შენ დაკვეთა რა გაქვს დაკვეთა რა არის მოსახლეობის მითხარით ერთი აქცია მაინც რომ ხელისუფლებამ ანგარიში გაგიწიოს თქვენ რომ წავიდეთ და რუსეთს დაელაპარაკოს პრევენციის სახით თუნდაც იმას კი რომ რაღაცა ნოვაცია შემოიტანოთ პრევენციის სახით რომ დაელაპარაკოს აი ეს რაც კოსოვო 2 რო ავიცილოთ მოსახლეობის დაკვეთა არის კითხვა მაგაზე კითხვა ბატონ ნიკოლოს სად არის თქვენი რუსული გადაცემა ნუ ეს რა კომუნიკაციები მას ვადრე აღარ მაინტერესებს ეს არის ბლა არა თერთსა თუ მკითხეთ უნდა უთხრა მაყურებელს ერთი წამით მაგის სხვათაშორის მინდოდა მე თქვა და კაია რომ შემახსენეთ ესე იგი ჩვენ ეს რუსული ენოვანი გადაცემა იმისთვის კი არ გქონდა რომ აქ ვიღაცის წინაშე ვიპოზიოროთ რომ აი ჩვენ თუ რუსულათაც გვაქვს გადაცემა და რაღაც ეს იმიტომ იყო რომ ჩვენ გვიყურებდნენ აფხაზები და ოსები აი მე ვლადიკავკაზში გახდით ალბათ ისი თქვენის გადაცემა პირდაპირ ეთერში ვართ არა პირდაპირ ეთერში კი არა ჩაწერილი გავიდა ეს გადაცემა მივდივართ ესე იგი ვლადიკავკაზის ცენტრალურ ქუჩაზე და მოვიდნენ ჩემთან აი შუა ესე იგი ქუჩაში ვსეირნობთ ცხინვალელი ოსები თედეები და აი პატივისცემთო თქვენაო რაღაცა და ისეთ ჩაერთნენ იქ გადაცემაში კომუნიკაციების კომისიამ გამოგვიგზავნა წერილი რაღაცა საბუთები წესრიგში არ არისო და გამოგვიგზავნეთ გაუგზავნეთ 2 კვირის წინ ველოდებით პასუხს აი არ ვიცი ხა ამ კვირასაც თუ ჩვენი გადაცემა არ გავიდა ესე არის კომუნიკაციის კომისიის ბრალი რა ვიცი მე უთხარი თუ რამე წესრიგში არ იყო ნახევარი წელი გავდივართ ეთერში ხო თუ აქამდე რატო არ გითხარით
ბიჭო, მე ამ გადაცემით აფხაზებს და ოსებს ველაპარაკები. მე ამ გადაცემით ვაკეთებ საქმეს, რომ ფაქტობრივად ტერიტორიული მთლიანობის კუთხის აღდგენის მიმართულებით, იმიტომ რომ აფხაზებს და ოსებს ვეუბნები, რომ გვიყვარხარ. აფხაზმა და ოსმამ არც ქართული იცის იმ შემდგომა თაობამ, არც ინგლისური იცის. და არც სხვა ენები იცის მარტო რუსული და იცის თავისი ენა, ხო? და ამიტომ ველაპარაკები, თორე მე რა ვერ გავიგე, ჩემთვის უფრო სიმართლე რო გითხრა, უფრო კომფორტული არის ქართულად ველაპარაკო მაყურებელს, მაგრამ ამას აფხაზების, ოსებისთვის და რა თქმა უნდა, რუსეთში მცხოვრები ქართველებისთვისაც ვაკეთებ, რომლებიც ამას არ იციან ბევრმა ქართულ. და გაგვაჩერეს რა. არ მომწეს საშუალება, არ ვიცი ხა, ამ ორი კვირა ვერ გავედით. ეხლა თუ ამ კვირაშიც ვერ გავალთ, უკვე ჩათვალეთ რომ მათი ბრალია და რა ვიცი მე, ეს სილკნეთში არ გვიშვებენ. უსული გადაცემები გაგვითიშეს. ეხლა ბარემ ადექით და მოდით აქა და ნავთი და ცეცხლი წამასქენით და დაგხურეთ და დავაბე და იყოს მარტო ეს ბოდიში ურეიტინგო იმ პირველი არხი რომელსაც კაცშვილი არ უყურებთ. რაც არ უნდა იქ ტექნიკა შეზიდოთ და რაც როგორი ნული იქონდა რეიტინგი, ისე ნული ექნება ეხლას. აი ესა. ახლა გეკითხებ, ეს არის თუ არა განცხადება იმისა, რომ ჩვენ არ ვაპირებთ აფხაზეთის დაბრუნებას? აბა რა არის? გეკითხებით, არა, მარტივი კითხვა მაქვს, კაცო. გეუბნები კი. მოსახლეობა, უბრალოდ მოსახლეობა, ხო უნდა გამოვნახოთ საერთოდ და მე აფხაზთან რომ მიდუარ. აი დაუშვათ შემდგომ. როგორ ვაგებინებ, რომ პური მინდა რაგესი მარტივად სხვა კითხვა. იმ სამყარომ, რომელიც 30 წელია გენეტიკურად მოვიწყვიტეთ ჩვენც. ბიჭო, იმ ხალხმა როგორ უნდა გაიგოს ჩვენ ასე ვლაპარაკო? იქ რომ ვაკინებ. სურო დარღვევა იყოს დაჟე რაღაცა კანონის. აი, სურო დარღვევა იყოს, კაცო. ბიჭო, ის არ არის დარღვევა. ერთი წელი ტიპს ეწერა აქა ბიზნესმენშულზე დედის გინება. ეგ არ არის დარღვევა, ამას ერთი კვირა, ერთი წელი ატვიანებდნენ. ამაზე ხმაკი რა მოუღიათ, კაცო. ახლა მე გეკითხებით, ბიჭო, აი ხალხს ვეუბნები. რისი იმედი გვაქვს, ან რაც თავაზობთ? თუ კომუნიკაცია უბრალოდ ხალხსა და იმ აფხაზებად არ თქვენ, არა, კაცო, იქა ჩვენები არიან, კაცო. თუ ხამაგებთ, აბა როგორ აკეთებ? გასაგები ვარ. ხელმოწერებით გეუბნებით. ბიჭო, აქ არ არის ბატონო ნიკოლოზ, ლაპარაკი. მე მომწონს რუსეთი თუ არ მომწონს რუსეთი, კაცო. ამაზე კი არ გეკითხები, კაცო. მე გეკითხებით ერთ რამეს. პრევენციის სახით. რომ თუ იმ ხალხმა, იმ რუსეთმა თუნდაც რომ ხელზე არ დაიხიოს, კაცო. იცი რა, არც ხელისუფლებას უნდა ჩვენთან ლაპარაკი, რა ვიქნი მოსახლეობასაც არ უნდა. მაშინ რას ვამბობ? გასაგებია გავიქი. ბატონო მიშა, მე პატივს ავცემ ყველა იმ ადამიანს, ვინც რუსულ-ქართულ თემატიკაზე საუბრობს და მუშაობს. არავინ არც რუბლებით გვაფინანსებს ჩვენ ტელევიზიას. ერთი იმედის იმისი რა კამერის ფასი არის ჩვენი მთელი ტელევიზია. ერთი აი კამერა რო უდგას იმედს, იმის ფასი არის მთელი ჩვენი ტელევიზია. და რამდენიმე ადამიანი, რამდენიმე წესიერი პატრიოტი ახალგაზრდა აკეთებს აი ამ ტელევიზიის გადაცემებს. და ვაკეთებთ ამას, რომ აი თქვენ რო თქვით, ვიცი რომ რუსეთთან ურთიერთობის გარეშე აფხაზეთი და ცხინვალი კი არის ბატონო. ყველაფერს დავკარგავ. თბილისი რო თბილისია, აი რო ხო იცოდეთ, თბილისი დაგვრჩება, არც თბილისი დაგვრჩება. მე რო გავდივარ ქუჩაში, პალესტინაში მგონია თუ პაკისტანში მგონია, თავი ვეღარ გავიგე სიმართლე რო გითხრა. აღარ ისმის და ამიტომ ეს რო დაიწყო ეს ზეპარტიული მოძრაობა, ყველასია ეს თემა, ყველამ უნდა ამოვიღოთ ხმა. ბატონო, გისმენთ ბატონო, ეხლა ცოტა ხანი მომეცით საშუალება გამოვეხმაურო აი ამ მდგომარეობას, რომ ვინ არის გარანტი იმისი, რომ ჩვენ ერთ დღეს რუსეთი, თურქეთი და კიდე სხვადასხვა ქვეყნები არ მოვილაპარაკებენ საქართველოს დაკავშირებით. მოდით ახლა გავიხსენოთ 21 წლის 15 დეკემბრის რიაბკოვის ულტიმატუმი, რომელმაც გააჟღერა ვლადიმერ პუტინის მოთხოვნა დასავლეთის მიმართ. მე მიყვარს ამ თემაზე საუბარი და ზუსტად ისე მიდის მდგომარეობა, როგორც იმ ულტიმატუმის წერია. რა იყო ეგ ორი პუნქტი არის? ერთი ეს არის საქართველოს და ნატო, საქართველოს და უკრაინა ნატოს გარეშე და დღეს რა მივიღეთ ჩვენ პრაქტიკულად უკრაინას ეთქვა უარი,
ულტიმატუმის ერთი პუნქტის ქვეპუნქტი უკვე შეუსრულეს. საქართველოსთან დაკავშირებით რო გითხრათ, რომ ნატო თავს იკლავს და ნატოს ძალიან დიდი სურვილი აქვს საქართველოს ნატოს შეყვანის, ესეც უკვე მერწმუნეთ უახლოეს პერიოდში ამაზეც იქნება საუბარი, რომ საქართველო არ არის მზად ნატოსთვის და რა გამოდის, რომ ორი პუნქტი აი ამ ულტიმატუმის შეუსრულეს რუსეთს და რუსეთი გადადის ახლა მეორე პუნქტზე. რატო აქ იყო საუბარი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ევროპას უბიძგებს, რომ ჩაერთოს ამ კონფლიქტში. მეორე პუნქტი რა იყო? თუ პირველი პუნქტი მნიშვნელობა არ აქვს. ანუ საქართველო, რუსეთი ნატოს გარეშე, საქართველო, უკრაინა ნატოს გარეშე და ეს ერთი პუნქტი თითქმის შესრულებულია. ახლა გადავდივართ აღმოსავლეთ ევროპა, პოსტსოციალისტური ქვეყნები 1997 წლის ნატოს ინფრასტრუქტურიდან იმ მდგომარეობაში როგორც იყო. ანუ ნატოს ინფრასტრუქტურა აღარ უნდა არსებობდეს აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე. ახლა გვაქვს ორი მოცემულობა, მეგობრებო. თუ ვსები შემისწორეთ. ერთი, ნატომ ამერიკის შეერთებული შტატების თანამდებობით უნდა გაიყვანოს ის საჯარისო ნაწილები, რომელიც ნატოს ინფრასტრუქტურას წარმოადგენს აღმოსავლეთ ევროპაზე, ან მეორე საშინელება უნდა აღმოსავლეთ ევროპის ჩართვა მოხდეს აი ამ კონფლიქტში და რუსებმა უნდა ისე როგორც ყოველთვის ძალის გამოყენებით, სამხედრო ძალით უნდა გაანთავისუფლოს აღმოსავლეთ ევროპა და მოახდინოს ორივე პუნქტის შესრულება. აი ახლა გადავიდეთ 2 წუთი თუ შეიძლება. ეხლა დაუბრუნდეთ ჩვენ ხელმოწერებს. რატო არის ხელმოწერები აქტუალური კიდე ერთხელ? ხელმოწერებმა უნდა აჩვენოს რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს. ხელმოწერებმა უნდა აჩვენოს ზოგადი სულისკვეთება და მე დამერწმუნდეთ დასავლეთი მალე იმ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რომ აქედან წასვლის საბაბი დასჭირდება. ეს წასვლის საბაბი მათ შორის შეიძლება გახდეს ის განწყობა, ანუ როგორც რუსეთი უყურებს საქართველოში მოსახლეობის განწყობის მომენტს რუსეთის მიმართ, ანალოგიურად დასავლეთი შეხედავს. თუ დასავლეთი დაინახავს და გამოიყენებს საბაბად იმას, რომ აი ჩვენ საქართველოს მოსახლეობას არ სურს დასავლეთი, ის ძალიან ლამაზად დაიხურავს ქულს. ეხლა ყველა დიდი ქვეყანა უნდა ლამაზად წავიდეს. მე დარწმუნებული ვარ, ისინი შეეცდებიან თავი არ შეირცხვინონ, იმიტომ რომ 32 წელი პირდებიან ამ სასწავლო ქვეყანას აყვავებას, ყოველ სიკეთეს რაც ევროპაში აქვს და პრაქტიკულად მივიღეთ ყველაფერი უკუმა, ხო? ანუ ამ ხელმოწერებს ჯოხის ორი ბოლო აქვს. ერთი რუსეთმა უნდა დაინახოს საქართველოში არც ისე ბნელა, როგორც ამას აწვდიან მსოფლიოს და როგორც აწვდიან ლიბერალური მედიები და მეორე დასავლეთმა უნდა იგრძნოს, რომ მისი წასვლის დრო დადგა და ლამაზად წასვლაში შეუწყოთ ხელი. ღირსებით გავისტუმროთ დასავლეთი და ჩვენ გვექნება ამის ძალიან დიდი შანსი და ეს ხომ თქვენ ამბობთ, რომ დასავლეთი აპირებს გასვლას აქედან. დასავლეთი მაინც გავა აქედან. არა გავა, მაგრამ აპირებს ეს ხელმოწერები შეიძლება ერთ-ერთი არგუმენტი იყოს იმისთვის, რომ აუცილებლად მე გარწმუნებ თქვენ რუსეთი და ამერიკის რა თქვა ბოლოს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სულ ყველა დადიან ესენი იქ დელეგაციებიო მე და პუტინი დავждებითო და გავიყოფთო ამ სიტუაციასო რო დაჟესდა პუტინი და ტრამპი რა თქვა რომ საქართველო არის იმის რა ქვია რუსეთის გავლენის ქვეშ ამ ესელა ჩვენ როგორ უნდა გავიდნენ რაღაცა ხო უნდა ანეკდოტი რო არის მოიფიქრე ხალო რამე თო დაგვენგრა ოჯახიო ბოლოს რო ვეღარ მოიფიქრებს რაღაც ხო უნდა მოიფიქროთ აი ეს ხელმოწერები ბატონო, აი ხო ხედავ, ჩვენ აღარ უნდა ვართ, ანუ შარზე შეიძლება წამოვიყვანოთ. შეიძლება მე არასწორად ვжелობ ამ მომენტში, მაგრამ ეს ჩემი ხედვა არის. აუცილებლად აქტიურობა ჩვენ მოსახლეობას ცოდვას ვერ ვიტყვი. ჩვენი მოსახლეობა გაცილებით აქტიურია, უბრალოდ აი ეს პირველი ჩაერთო ეს ელექტრონული ვერსია და ხვალ ზეგ უკვე ამ კვირაში ჩვენ გვექნება უკვე აი ეს ქაღალდზე ვერსია, რომელიც დარწმუნებული ვარ გაცილებით უფრო ესეთი აქტიური იქნება და პარალელურად ხალხი მიეჩვევა, იქ ახალგაზრდები ჩაერთვებიან, ბებიებს, ბაბუებს დაეხმარებიან და ჩვენ ამ ხელმოწერებს დავდებთ. ამ განწყობას შევქმნით და ეს განწყობა მე აგორდება ისეთი გუნდასავით, რომელიც გაჩერება შეუძლებელია. მე დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი გამოეხმაურება, იმიტომ რომ მოსახლეობაში ჩვენ ვიცით როგორი განწყობებია, რომ ხალხი დაიღალა ამ 30 წლიანი დასავლეთის დაპირებებით. არაფერი მათ რეალური არ შესთავაზეს ქვეყანას. გრევისა და უბედურობის გარდა ერთადერთი ფული ვიზეც არ დაიშურეს, ეს არის მათი აგენტურა, ხო?
ამიტომ აპრიორი მაინც გავლენ ბატონო აი დაუკვირდით რა აი როგორ წარმოუდგენთ აქ დარჩენა მაგათი როცა გარშემო ჩვენ სამეზობლო არის ანტირუსულად თუ ანტიევროპულად განწყობილი ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს უკვე ეს ტერიტორია კაცო იმიტომ თელი სადაზვერო სამსახურები ამ ევროპის ამერიკის არის აქ სოროსის სახით რა ვიცი ევროკავშირის საელჩოს სახით ყველაფრის სახით კაცო თითქოს არ გიყურებ თქვენ რო იყოთ იმას გარდა რა სიზამდით კაცო ბევრი რატო არ ჩავს კითხვას აზერბაიჯანთან სახმელეთო კავშირი რატო გეხვეწები რა ერთი კიდე აი ეს იქ ჯოჯეთებში დამავიწყდა მაგიმე თქვა ქართული კაცის გონება რაში იყო დაკავებული თელი ერთი კვირა პრემიერ-მინისტრსო ხელი ჩამოართვა თუ არა ევროპელებმაო უყურე რა კაი გავიგე სოდომისტური მხარე და მაგათი პატრონებია და აქეთ რა დაემართა ესენი სოდომისტებია ბიჭო აქეთ რა დაემართა ნორმალურ ხალხს არა ჩამოართვა ბიჭო აი მას არაზუსტ არ იკადრებს აზერბაიჯანული თუნდაც ალიევი ბიჭო ტვინი ანუ ერთმანეთს ეპაექრებოდნენ ჩამოართვა თუ არა აი რამდენი სოდომისტური სამყაროს ისა სახელმწიფოს ლიდერებმა ხელი ჩამოართვეს თუ არ ჩამოართვეს ესე იგი ყვარებია ღმერთ კომახიძე კაცო შენი გონება როგორ ამოწყობილი იცი ესე იგი ჩვენი მომხრეები ესე ვთქვათ ოცნების მომხრეები ვამტკიცებთ რომ ბევრმა სოდომისტურმა ევროპის ლიდერმა ჩამოართვა ხელი მორფინისტმა ტრანსგენდერმა აი ესე ხო ფაქტია დაიჭირეს ხო იმაში ბატარებელში კოკაინის რო რაღაცა აი აქ არის იხარშება ქართველი კაცის საინფორმაციო ველი ხელისუფლებიდანაც გამოდიან და არა ჩამოართვეს ხელი ბიჭო რავი გიყურებენ კაცო სამეზობლო იყურება ბიჭო რავი კავკასიელები ვართ ამათ მართლა გონიათ ევროპელები არიან გამიშნი კაცო არა ხო ეს სამარცხინო სიტუაცია თვითონ ზელენსკი 2 წელი ზელენსკის ხელი ჩამორთმევა კი არა ხელში აყვანილი გუბეში ჩასმული დაყვა და დღეს გადააგდეს მე სამარცხინოთ ისიც მეჩვენება რომ აი ეხლა რაღაცა სარიელი ფურცლიდან დავიწყო რა სარიელი ფურცლიდან ის სარიელი მოდი და კარგით აი სადავართ რა აი რა არის ასე მგონია რომ აი ვერაფრით ჭკუა ვერ ვისწავლეთ რა აი ხალხი ხო შეცდომებზე სწავლობს ჭკუას ხო ჯო არ უნდა ამ დასავლეთ შენთან პარტნიორული დამოკიდებულება შენ უნდა იყო მისი მონა რუსეთთან შენ უნდა იყო მახათი რომელიც უჩხლიტავს რუსეთს ჩვენ გვაკისრია მახათის ფუნქცია რუსეთს რო უჩხლიტო მოცდა მახათი ხედავთ ხელში მარტო აღარ არის ხო ის რო აი რუსეთს სხვა ფუნქცია არ აქვს საქართველოს დასავლეთის მახათი იყოს უჩხლიტოს რუსეთს მეტი არაფერი აბა ჩვენ ხა პრობლემას ვერ შევქმნით რუსეთს სერიოზულს ხო მით უმეტეს ახლა ხო ახლა ბატონებო აი და ზურფასო ტელემაყურებლებო ჩვენ მართლა ვდგებართ ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებების მიღების წინაშე პირველი კიდევ ერთხელ ვიმეორებ რა დაგვემართა რატო დაგვემართა რა გავაკეთოთ რომ გამოვით ამ მდგომარეობიდან და რა არის წამალი ანუ დიაგნოზი მე მგონი ჩვენ დავუსვით დიაგნოზი საღად მოაზროვნე საქართველოს მოსახლეობას დიაგნოზი დასმული აქვს მან თავის ტყავზე იწვნია 92 წლიდან 2025 წლამდე საქართველოში არსებული მდგომარეობა, რომელმაც საქართველოს წაიყვანა ყოველ დღე უკან და უკან. ეხლა გვაქვს მოცემულობა. ერთი, გვაქვს მოცემულობა მეორე. როგორ ქონდა ჩვენ რუსეთთან ურთიერთობის აწყობის საშუალება? როდის ქონდა ამის საშუალება და კიდევ ერთხელ გავიხსენებ. აი როგორ ზელენსკი გაუშვა შესაძლებლობა სამშვიდობო მოლაპარაკების, ასევე შევარნაძის ხელისუფლებამ სოხუმის დაცემამდე ბევრჯერ მithქვამს და კიდევ გავიმეორებ. სოხუმის დაცემამდე სულ 10 დღით 2 კვირით ადრე გაუშვა შანსი, რომ სოხუმი გადაგვეჩნდა და რკინიგზა შეგვენარჩუნებია. რა ფუნქცია მოგვანიჭეს და იქნება ამ ფუნქციიდან გამოვიდეთ. მსოფლიო კიდევ ერთხელ მსოფლიო იცვლება, მრავალპოლარული სამყარო იცვლება, ერთპოლარული სამყარო იცვლება, იქნება მრავალპოლარული სამყარო, რომელშიც ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა,
ჩვენი ბედი არ გადაწყდება საქართველოში. ჩვენი ბედი რო გადაწყდება, აი საქართველოს მზად უნდა იყოს. აი იმის მისაღებად. კი ბატონო. დიდი მადლობა მინდა გითხრათ ბატონი მიხეილ ჟღენტი, სოლიდარული მშვიდობისათვის თავმჯდომარე, ომის ვეტერანი ბატონი პატაბულაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმრები, ამოიწურა ჩვენთვის განკუთვნილი დრო. მე მინდა დავამშვიდობო მაყურებელს და ჩვენ ტრადიციულად ხვალ შევხვდებით ერთმანეთს სვირფასო ტელემაყურებლებო საღამოს 9 საათზე კარგად ბრძანდებოდეთ.